მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლალიანტიძის საკვირაო სკოლაში. ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია აინ რენდის ცენტრის დაფუძნებელი დავით როგავა. დავითს აქვს ძალიან ბევრი რეგალია, მაგრამ ამჯერად შემოვიფარგლეთ მისი აინ რენდთან კავშირით, იმიტომ რომ დღეს არის 3 მარტი და მინდოდა რომ რაღაცა ფორმით ქალთან ყოფილიყო ეს ჩვენი პოდკასტი დაკავშირებული, მაგრამ სპეციალურად არ მოვიწვიე ქალბატონი, მინდოდა რომ აი მამაკაცი ლაპარაკა ქალის უფლებებზე, დედაზე მამაკაცის დანახული, მამაკაცის თვალით დანახული ქალის პრობლემები მაინც სხვა არის და მე მგონია რომ თუ უფლებებზე არის საუბარი, ზუსტად ორივე სქესი ერთნაირად უნდა ფიქრობდეს ქალის უფლებებზე, ისევე როგორც ამერიკაში ყვავის ტენდენცია, ხო, როცა შავკანიანების უფლებებზე იყო საუბარი, იქ სწორედ თეთრკანიანები მუშაობდნენ მათ უფლებებზე, ზუსტად აი ესე ამ კონტექსტში ქალების პრობლემებზე მე მგონია რომ მამაკაცი უფრო კარგად ისაუბრებს და ძალიან სიმბოლური არის დღეს დავითის სტუმრობა ჩვენს პოდკასტში. ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის. მადლობა შენ რომ დაინტერესდი და მოგვიწვია ძალიან დიდი მადლობა პირიქით. ძალიან მიხარია ყოფნა. სულ უყურებთ ხოლმე და ყავის გასინჯვაც არის ძალიან პატივი ჩემთვის. ხო, ესეთი არის ბათუმური. ძალიან ჭიქაც და სერვირებას. ამ ჭიქებით სხვათა შორის იქ დავდიოდით ხოლმე პროტესტის პიკი როცა იყო იქიდან მართავდი ხოლმე პოდკასტებს. ხო და ჭიქებით არ მქონდა გაგრებული ჭიქებით დავდიოდი. ყველაფერი მომწონს მოკლედ რა დიდი მადლობა. მე მინდა დღეს ვისაუბრო იმაზე, რასაც აინ რენდი აკეთებდა, ეს იყო ქალი, რომელიც იყო ორი სიტყვით რო ვთქვათ, ხო? ეს იყო რუსი ებრაელი, რომელიც ამერიკელად პოზიციონი არ უყვარდა ესე წარდგენა, ჩაგეჭრები ბოდიში. ამერიკელი მწერალი და ფილოსოფოსი იყო, უბრალოდ წარმოშობით იყო რუსი ებრაელი და შესაბამისად და გაიქცა საბჭოთა კავშირს და საბჭოთა აზროვნებას, ხო? და მე აინ რენდში მომწონს სწორედ ეს რომ მას აქვს საოცარი მგრძნობელობა აი ამ საბჭოთა გავლენებისა და აი ამერიკაში 60-იან წლებში რომ რაღაცა სოციალური პროცესები დაიძრა და რაღაცა მაშინაც საუბრობდა ამაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ქალთან რომ აი კანით გრძნობდა რა გავლენას ახდენდა საბჭოთა კავშირმა ზოგადად გავლენა მოახდინა მსოფლიოში აი ამ სოციალურ პროცესებზე ძალიან დიდი ამბები დაატრიალა და აი ეს საბჭოთა კვალი და საბჭოთა გავლენა სადაც იყო ამას ძალიან კარგად გრძნობდა და მოდი ეს ამაზეც ვისაუბროთ რომ ფაქტობრივად ეს 3 მარტი 8 მარტის ალტერნატივად შემოიტანა თავის დროზე ზვიად გამსახურდია რომ ეს საბჭოთა გავლენა 8 მარტი ჩაენაცვლებია ამით თუმცა იდეა მაინც სხვაობდეს დედა და ცოტა დისკრიმინაციული მგონია იმიტომ რომ რასთან ემართებაში ბევრ ხალხს უნდა იყოს დედა და ხონდა როცა არ არის ეს ამ გაგებით 8 მარტი უფრო ყველა ფართო სპექტრს მოიცავს ხო ანუ უბრალოდ პერიოდიდან მახსოვს აი სკოლაში 8 მარტს რო გოგოებს ჩუქნიდით გოგოების დღე იყო და ჩვენ აი დისკრიმინაციული იყო 23 თებერვალი რაც იყო ხო კი ხო, მაგრამ კი არის ამ ღვთისპირიდან გადავარდნილი ქალების დაფუძნებული, მაგრამ 8 მარტი მაინც რაღაცნაირად მიყვარს შეიძლება იცოდა. თავის დროზე ძალიან პროგრესული იდეა იყო. დღეს ჩანს უფრო სასაცილოდ, იმიტომ რომ თავისთავად ეს იდეა თანასწორობის, სქესობრივი თანასწორობის ამ შემთხვევაში ძალიან რაღაც დაამახინჯეს, გაღუნეს იმ დონეზე, რომ რაღაც სასაცილოც კი გახდა და რაღაც აგრესიას იწვევს. თორე თავის დროზე, როდესაც ქალთა უფლებებზე დაიწყეს საუბარი, იყო ძალიან საჭირო, მნიშვნელოვანი და რაღაც აზრს მოკლებულიც რა თქმა უნდა არ იყო. როდესაც გათანაბრებაზე იყო საუბარი და ქალის როლი საზოგადოებაში წამოწევაზე. მას მერე რაც გათანაბრდა უკვე და მას მერე რაც რაღაცნაირად ეს თითქოს დაალაგდა, შემდეგ არის ცოტა ფემინისტური მოძრაობა რაღაცნაირად გასაკრიტიკებელი იმ კუთხით, რომ რაღაცა სხვა უკიდურესობაში გადავარდნენ. ხო, და ეძებენ სულ რაღაც ვინც აი ვიწრო ფემინისტს უწოდებს თავს, თორე ესე ფემინისტი შეიძლება ვთქვათ ბევრი ადამიანი იყოს, რომელიც თავიდან რასაც ეთხოვდა ფემინიზმი აი ამ იდეას, რომ რაღაცნაირად გათანაბრებული იყო ეს იდეა. მას მერე რაც აი ემანციპაციის ჩარჩოებში უფრო მისაღებად. ეხლა
დღეს რასაც ფემინიზმს უწოდებენ, მართალი გითხრათ, რაღაც ზოგიერთ მომენტში ჩემთვისაც მიუღებელი გახდა, რომ დღეს და ხელოვნურად არის ჩვენთან იყო ხოლმე ძალიან ხელოვნურად რაღაცა ესეთი იდეები გამოწოვილი, რომ რაღაც არ იყო ქალი გათანაბრებული. მე მესმის, რომ უამრავი სიმახინჯე ქონდა საბჭოთა პერიოდში, მაგრამ თქვათ არ იყო ესეთი კატასტროფული მდგომარეობა, როგორცაც ეხლაც კი ცდილობენ, რომ რაღაცები იპოვონ რა. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინცაც მე მგონი ევროპაში ერთ-ერთ პირველს გვყავდა არჩეული ქალები პარლამენტში და 1905 წელს გურულების აქ საერთოდ ხო გურიის რესპუბლიკა იქ ხო მე დამწყდება რომ გურიის რესპუბლიკას არ ექცევა მე გურული ვარ დედა მყავს გურული და აქ ვარ ბაღნობამა გურიაში შეიძლება ითქვას გატარებული და ძალიან მიყვარს მაქაურობა და მეც გვიან გავიგენ საბჭოთა პერიოდში საერთოდ ცნობილი არ იყო რა ხდებოდა და ისეთი ფენომენი მოხდა მაშინ რომ მიუხედავად იმისა რომ ბევრი დიას ახლა დღეს ახლა ადვილიას თქმა ახლა 21 საუკუნიდან რომ 905-ში მეფის რუსეთში სადღაც პროვინციაში რაც არ უნდა გვიყვარდეს მაინც ყველაზე პატარა რეგიონი საქართველოს ხელა ამბიცია გამოაჩნდა და თქვათ რომ რაღაცები ისე არ იყო როგორც თქვათ დღევანდელიდან ჩანს შეიძლება საკრიტიკო იყოს, მაგრამ ფენომენალური მოვლენა იყო თავისი რაღაც აი ამ მასშტაბით რა იდეებსაც ახორციელებდნენ. ძალიან გულმწყდება რომ არ არის სათანადოდ კიდე დაფასებული. მუზეუმი უნდა იყოს მაგალითად ოზურგეთში. ენაც ხო ისეთი გვაქვს რა ენა რომელიც ქეს არ არჩევს ხო ეს აზროვნებაზე ახდენს გავლენას ხო და ფაქტობრივად იცით რა უნდა გეტყვი აი არასოდეს მე პირადად არ მქონია შემთხვევა და არასოდეს არ მიგწონია რომ იმის გამო რომ ხალი ვარ საბჭოთა პერიოდიდან მოდივარ ჯერ კიდევ რომ რაღაცა ვიღაცას ან დავეჩაგრე ან დაჩაგრის მცდელობა მქონია და მეუბნებიან რომ ეს შენახარ ასეთი თქვა პიროვნული მე ჩაიეკა მახსოვს 90-იანებში აი არასამთავრობოები რომ ქალთა უფლებებზე და რაღაცებზე მუშაობდნენ აი რაღაც ძალიან ხელოვნურად ჩანდა ხოლმე აი საბჭოთა კავშირში აი საბჭოთა საქართველოში მე ჩაიეკა ქალები იყვნენ რაღაც ხსენია ბაღდათ ხო და სახელებით არ ვიცნობ მაგრამ ხო და არ იყო საფუძველს მოკლებული იყო ეს ენაც რა თქმა უნდა იმ ცოტათაგანი ვართ სადაც ენაში სხვაობა არ არის და ეს რა თქმა უნდა მოქმედებს რა ანუ ესეც რაღაცის შედეგია თავისთავად და შემდეგ სქესი რო არ გვაქვს მე ეს კიდე სხვა რამეზე იწვევს გავლენას ასე რომ ხო ძალიან ესეთი და სულ მაქვს ეს ამბივალენტური დამოკიდებულება ქართველი დედის მიმართ ერთი რომ რაც აი ის რომ ქვეყანა გადარჩა და ის რომ დღემდე მოვიტანეთ თავი და თუნდაც იგივე კულტურა რომ მოვიდა და ფიზიკურად რომ 90-იანებს გავუწელით ეს არის ცალსახად ქართველი ქალის და ქართველი დედის ინსტინქტმა იმუშავა ხო ნახეთ მამაკაცებს ძირითადად ომები და ნარკოტიკები როგორი პერიოდი იყო და რაღაცნაირად ხალმა გამოაწვლინა ხო იმ კრიზისიდან ქვეყანა და მეორე მხრივ აი ის რომ რაღაცნაირად თავისუფლება და ვეითებული, დაქვემდებარებული მამაკაცები და დაქვემდებარებას ზოგად დაქვემდებარებას გულისხმობ, რა იგივე ნარკოტიკებისადმი დაქვემდებარება, იგივე ნებისადმი დაქვემდებარება და თუნდაც იგივე პოლიტიკური დაქვემდებარება, ხო? ესეც ქართველი დედის პროდუქტია, რაღაც აი ეს ორადობა გვახასიათებს რა. რამდენადაც გადაგვარჩინა, იმდენად მე მახსოვს დედები არ აღიარებდნენ, რომ აი 90-იან წლებში რომ შვილს ჰქონდა თქვათ იგივე პრობლემა ისე და აი ეს უეფარებოდნენ და ნარკოტიკების პრობლემა ის ხო არ არის მართლა ჩემი სხეული ჩემია ეს ნარკოტიკების პრობლემა ნიშნავდა იმას რომ იქ ოჯახი უბედურდებოდა იქ სახლები იყიდებოდა და რაღაც ბევრი პრობლემა გროვდებოდა იმის გამო რომ ეს ნარკოტიკი იყო თორე მარტო ის არ არო თქვა ადამიანმა საკუთარი თავი დააზიანა მთლიანად ოჯახს აზიანებდა ხო ამ რეგისტრში გადადიოდა ხო აი ამ კონტექსტში რა შეგიძლია თქვა ქართულ დედას სწორად აღნიშნე რომ საზოგადოებრივად და თვითონ როლი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და ის თუ რა კულტურა არის ასე ვთქვათ გაბატონებული და რა ღირებულებებით იზრდება ახალი თაობა
ამაში მართლა მთავარი რაღაც ჩაბლონურად კი გამომდის, მაგრამ მთავარი როლი არის და საზოგადოების შესაბამისად აი ამ განვითარების და აი ღირებულებითი ჩამოყალიბების მთავარი საყრდენი არის ქალი და დედა და შესაბამისად ამას ქონდა ძალიან დიდი როლი. ჩვენ საზოგადოებაში კიდე განსაკუთრებული. რამოდენიმე ერი შეიძლება გამოყოთ იგივე აი ებრაელ ერში ასევე ისეთი მნიშვნელობა ყველა საზოგადოებაში, მაგრამ წამყვანი როლი, სადაც აი გადასცემს შვილებს რა ღირებულებები აქვს, დედას უფრო აქონდა ეს კონტაქტი ყოველთვის, ვიდრე მამას, მაგრამ ხო უფლებრივ ნაწილში მე აი თანასწორობი რა თქმა უნდა თანასწორობის მომხრე ვარ, მაგრამ თანასწორობა ნიშნავს მაგალითად აი ქალთა უფლებებით ცალკე რო არის გამოყოფილი ისევ აინ რენდს რო დავესახოთ ეს არასწორია ადამიანის უფლება. მე მგონი ადამიანის უფლება. ადამიანის უფლება და შესაბამისად გამოყოფილია პრივილეგიებია უკვე, როდესაც გამოყოფენ ხოლმე ცალკე ჯგუფებს და შესაბამისად თავისთავად უფლების არსის დარღვევა, უფლება არის საყოველთაო და უფლება არის თანასწორად ყველასთვის და შესაბამისად როდესაც აი ჯგუფებს ყოფთ ხოლმე და რა ვიცი აი LGBT ჯგუფს გამოყოფენ ცალკე, ან ბავშვთა უფლებებს გამოყოფენ ცალკე, ან ქალთა უფლებებს გამოყოფენ ცალკე, ან რაღაც ეთნიკურ იმას რაღაც ცალ-ცალკე უფლებებს მიანიჭებენ ხოლმე, რა თქმა უნდა ეს არის მთლიანად აღრევა ამ უფლებების რა. საკმარისია დავაფასოთ ადამიანის როგორც მთლიანად სახეობის უფლება და აქ მოდის ქალთა უფლება. არაფერი განსაკუთრებული უფლება არ უნდა კონდეს არც ერთ რომელიმე ჯგუფს რა ერთმანეთთან შეუთავსებელი. მე იქ უფრო დისკრიმინაციული მგონი, აი თუნდაც ის კანონი რო იყო ხო რაღაც. თუ მე მგონი ახლაც მუშაობს ხო ეს კანონი. აი პოლიტიკურ პარტიებში ყოველი მეოთხე კვოტები რო არის კი არის მე გააუქმეს ბოლოს აღარ არის თუმცა რაღაცეები არის მე მგონი დარჩენილი აი რაღაც იმაში მაგრამ აი პარლამენტში არჩევნებზე რაც იყო კვოტები ის მე მგონი გაუქმდა აღარ არის რა ყოველი მესამე და ყოველი მეოთხე უნდა ყოფილიყო ხალი რაც გასაგებია მიზანი მაგრამ როგორც წესი მიზანი აქვს ხოლმე ყველას მიზანი ქონდა ის საბჭოთა წარსული ვახსენეთ და საბჭოებს ქონდათ ეგრეთ გაწერილი და გაცხადებული მიზნები თუ ქონდათ ხო მაგრამ ხო ვიცით რა ბოროტებაზე დგას ეს მიზნები ასე რომ მიზანი არის ყოველთვის აი დამახინჯებული გააჩნია თანასწორობის იდეა თავიდანვე უნდა იყოს ჩადებული და ადამიანის უფლებას მოკლედ აღარ ჭირდება ცალ-ცალკე თუ რომელიმე კონკრეტული შემთხვევა გვაქვს სადაც ირღვევა იქ ის კონკრეტული შემთხვევა ირღვევა და მას ჭირდება რაღაც გამოსწორება და არა ის რომ რაღაც ქალები გამოყოთ და ცალკე მივანიჭოთ ხოლმე მათ უფლებები თითქოს რაღაცა განსაკუთრებული შეიძლება მათ ქონდეთ რა მესმის მოტივები კონკრეტულად დაცვის მაგრამ თუ დაცვა გვინდა ადამიანად უნდა ჩავთვალოთ და აღარ უნდა ზადოთ ზოგადად ადამიანის უფლებები არის ერთ-ერთ პოლიტიკაშიც რეალურად ეფუძნება ადამიანის უფლებებიდან გამოდის ხო რაღაც პოლიტიკაც რა როგორ უნდა იყოს საზოგადოება მოწყობილი ქვაკუთხედი სწორედ ადამიანის უფლებაა და ეს უფლება არ გვაქვს ხოლმე ბოლომდე გააზრებული რას ვეძახით და ეს არ არის თქვათ იგივე მარტო ქართველების პრობლემა არ არის თან ამ უფლებებს არ ქმნევენ ყველაფერს რაც კი შეიძლება იყოს რა პრივილეგიებს რაღაცა ცალკე გამოყოფილი ჯგუფებისთვის თითქოს სხვა ჯგუფი ვალდებულია რომ შემდეგ თითქოს ერთი ადამიანისთვის უფლების მინიჭებას აუცილებლად უნდა ჭირდებოდეს სხვა ადამიანის დამონება ანუ აი ეს რაღაცა უფლებები გვესმის თითქოს რაღაც ტერიტორიები ჭირდება ამ უფლებებს ხო და ამ დროს პირიქით არის შენი უფლება სხვის უფლებებს აკანონებს კი არ ზღუდავს აი ხო ალბათ ამითი იცნობა თავისუფლებაც ამითი იცნობა თუ შენი თავისუფლებით სხვის თავისუფლებას ზღუდავ უკვე თავისუფლება არ არის ხო ხოთა შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე რთული ეს არის რთულად დეფინიცირებადი ტერმინია ხო ეს უფლებები და ეს ხო აი ხლა ამის წინ იყო შაშანი იყო მე მგონი ტრიალებდა და ძალიან ბევრმა აიტაცა და ისე მიკვირდა ჩემთვის საპატივცემულო ადამიანებმაც მათ შორის რომ აი ბავშვებს ვასწავლოთო არა უფლებებიო არამედ ზრდილობაო და აი წარმოიდგინე ხა ესეთი რაღაცა ნუ ფაქტი არის რომ ამას რო ადამიანი იტაცებს ეს ნიშნავს რომ ის ხედავს ან თვლის რომ რაღაცა ახალთაობას ზრდილობასთან მიმართებაში რაღაცა პრობლემები აქვს ხო რაღაცა მათი მხრიდან იგრძნო ხო მაგრამ ახლა მეორე კონტრპოზიცია აქვს ხო როგორ ვართ მიჩვეული რაღაც ამ ზედაპირულ ხედვას აი როგორ შეიძლება ზრდილობიანი იყო ან სხვისი ინტერესები დაიცვა თუ კი არ იცი საკუთარი უფლებები ხო ჩვენ ხო ეკოცენტრული არსებები ვართ ხო მე და ნამოვდივართ და
თუ საკუთარი სფერო არ ვიცი, საკუთარი თავის მართვა არ შემიძლია, თუ საკუთარი უფლებების და სად არის ჩემი პრივატული სივრცე, ამის განსაზღვრა არ შემიძლია, სხვისას პატივს როგორ ვცემ, ხო? ეს სულ მიჭირს ხოლმე. აი ზუსტად ამითი უნდა დავაწყებინოთ ბავშვებს აზროვნება საკუთარი უფლებებით, რომ ამითი აცნობიერებენ, რომ მე თუ მოგუფლება სხვა ადამიანსაც აქვს და უკვე ავტომატურად პატივისცემა იწყება და აი ეს არის მე მგონია რომ ზუსტად აქ არის საბჭოთა ეშმაკი ჩასაფრებული. როდესაც ვიწყებთ სხვისი უფლებებით, დაზრდილობებით და რაღაცა სტანდარტებით, აი ესეთი ზედაპირული სტანდარტებით და ეტიკეტის ნორმებით, მაგრამ ამას არ ახლავს რაღაცა სიღრმისეული მეს აღქმები და მეს განცდა. ხო, ფაქტობრივად ბავშვებს მეს ვაკარგინებთ. ჯერ ისეთი კულტურა გვაქვს აუტისტური, ხო, ყველა ჩაკეტილი რაღაც ამ იმაში, smartphone-ებში და მონიტორთან მიჯაჭვული ბავშვები და ძლივს ამას მოხლიტავ და ამის მერე ზეუნებრივ იმას პატივი ეცი და ვერ ხვდება ბავშვი, რატო უნდა ვცეს სხვას პატივი, როცა მე პატივს არ ვცემენ და ხელი დამხლიტავენ იმას, რაც ყველაზე მეტად მინდა და მომწონს, ხო? და დედებს აქვთ ეს პრობლემა. და მე მინდა რომ აი როგორც მამამაც, ხო, აი რაღაცა ის რაკურსიც რო გამოვკვეთოთ, ხო, ორი შვილის მამა ხართ და სამისო. სამი ყველაზე ძალიან დაგღალა. არ ღირს გამოტოვება. და აი რა არის, მე მქონდა ერთი ასეთი შემთხვევა, რომ რაღაცა кейსი გავაკეთებინე და საუბარი იყო მშობლებსა და შვილებს შორის რაღაცა გაუგებრობაზე რა ესეთი თაობათა შორის რა გაუგებრობებიც არის და მეთქი დავსვი ასეთი კითხვა შეიძლება თუ არა მშობელი შეცდეს ну ყველაზე მეტად ახლა ვის უნდა რომ მშობელზე ყველა მიცის რომ მშობელს ყველაზე მეტად უნდა თავისი შვილისთვის კარგი მაგრამ შეიძლება თუ არა შეცდნენ მშობლები და ამბობენ ისინი რა მშობლები არ ცდებიანო მაგრამ თუ მშობელი შეცდაო ეს მამა იქნებაო დედა არც ერთ ვარიანტში არ ცდება დედა არ ცდება არა ადამიანია მშობელიც სტატუსი არაფერ რაღაც გარანტიას არ იძლევა იმისი რომ რა თქმა უნდა რაღაც არ შეგეშალოს კი არა და პირიქით შვილთან ურთიერთობაში შეიძლება უფრო მეტი შეგეშალოს აი ამასთანავე რაღაც სასრიალოდ ვიყავით და რიგში სადაც ბავშვებს რაღაც თხილამურზე აყენებდნენ მშობლები რა ისეთი დანერვოზებულები იყვნენ ეს მშობლები ან წივილ-კივილშიც ბავშვების დაღლილები რაღაც აღარ მინდა ეს და ისე ეჩხუბებოდნენ ისეთი აი არაჯანსაღი ურთიერთობა მშობელს და შვილს შორის რომ კატასტროფა სანახავია რა თქმა უნდა ცდებიან რა თქმა უნდა უშოვებენ უბრალოდ ოჯახზე უკეთესი ის რომ ბავშვის ბედი მივანდოთ და ბავშვის აღზრდა მივანდოთ ბუნებაში არ არსებობს მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ოჯახში არ აზიანებენ რა ოჯახი ძალიან ცოდავს ძალიან ბევრ ბავშვს რაღაც ფსიქიკას უზიანებს რაღაც აგრესიას ავლენს ოჯახი ბავშვების მიმართ იგივე ხდება საზოგადოებაშიც და ხო რა თქმა უნდა თაობები ცდება უბრალოდ არ ვიცით ხოლმე რაღაცეები ანუ რაღაცეები სხვანაირად გვეგონა ადრე არ ცემდნენ იგივე პატივისცემას მშობლების და აი ავტომატურად რო თხოვენ ხოლმე მოხუცის და აი ასაკის მიხედვით ადამიანის პატივისცემას თქვათ პირველ რიგში იმ ახალგაზრდის თუ ბავშვების პატივისცემა გვევალება ჩვენ ვისაც ეს პატივისცემა გააზრებული გვაქვს უბრალოდ რომ ადამიანს მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ პირველ რიგში ბავშვებს არ თვლით ხოლმე რაღაც და ვეთამაშებით რაღაცა აი პუჭუ-პუჭუტი აი პატარებს და ძინა დღეს მით უმეტეს და აი თვალში საცემია რომ რაღაც ჩამოყალიბებული ზრდასრული წვაღირებულებით ახლა ჩვენ დროს ამ ასაკში ვთქვათ ბავშვები აბსოლუტურად სხვა რამე ხო დღეს ბევრი რამე აქვთ გაგებული ბევრ რამეს ხედავენ და პირიქით ეს ასიმეტრიას ხედავ ხოლმე მშობლებთან ანუ გაცილებით განვითარებულები არიან აღარ ლაპარაკობ სკოლებში და ვთქვათ იგივე სასწავლო დაწესებულებებში აი ამ განსხვავებაზე განვითარებაში უბრალოდ ეს უფროსი თაობა არის ცოტა ჩამორჩა აი ამ რაღაც ფეხის ცვლას ვერ აყოლა ბავშვები ისედაც ფაქტობრივი ცოდნის თვალსაზრისითაც უფრო მეტი იციან კი მეტი წვდომა აქვთ უბრალოდ ინტერნეტითაც და ამის გამოყენება იციან მშობლები და მით უმეტეს კიდე უფრო ასაკიანი ხალხი ცოტა აი ამას ვერაუბეს ხო მხარი და შესაბამისად კი
თვალშისაცემია. შემდეგ პატივისცემას ხო ძალიან ფუყეს, ვიცის რო არა და იმის გამო რომ მშობელი ხარ და არა იმის გამო. ხო, ვაძალებთ ამ პატივისცემას, ვაძალებთ აი ამ რასაც ერთ-ერთ მთავარს რასაც უშავებთ ხოლმე ფორმალურად წესების გაუაზრებლად რაღაც წესების მიღებაზე და პატივისცემა, ერთი პატივისცემას დამსახურება უნდა. არ არსებობს ახლა ბუნებრივად, ანუ სტატუსის მიხედვით შეიძლება მშობელი გიყვარდეს, მაგრამ პატივისცე ფარატინა სიტყვებია, ეს პატივისცემა შეიძლება კი ფეხზე ადგეს და ის ტრანსპორტში ადგილი დაგითმოს, ეს შეიძლება რაღაც ფორმალურად მიაჩვიო, მაგრამ რასაც მართლა პატივისცემა ქვია, რასაც ესწრაფვიან ეს უფროსი თაობა თავისი მომავლისგან, ამას დამსახურება უნდა დაგანახოს. მით უმეტეს ოჯახში ძნელია ხოლმე. აი კოვიდის დროს გამოჩნდა ეს კატასტროფა ოჯახებში, რა ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ თურმე თავისი მამას, დედას რო ეძახდნენ, თურმე არ იცნობდნენ ერთმანეთს, რავი, მეუღლეებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ. დილით რაღაც როლში არიან, ადგებიან, დილით წავლენ სამსახურში, საქმიანი სახეებით, კაცმა არის ის იმ სამსახურში რამდენად ნაყოფიერად მუშაობენ, მაგრამ ნუ ხო ქვიათ, რომ სამსახურში მიდიან, საქმეს აკეთებენ, ესეთ სერიოზული სახეებით, მე ამ ბავშვებს მოდიან და რაღაც გადააქვთ მთელი ეს აგრესია და მთელი ეს ვითო ჭკუის სწავლება და ეს ტვინის ბურღვა გადააქვთ შვილებზე და შემდეგ ავტომატურად თხოვენ პატივისცემას და მაქსიმუმ რასაც მიიღებენ, უბრალოდ ბავშვი იღლება და შემდეგ ავლენ სამ ფორმალურ ფადაგლებს. ძალიან ცუდია ეს, გარდა იმისა, რომ ძალიან ისეთი არაფერზე არ დგას და ცარიელია ეს, თვითონ თავიდანვე ბავშვი ეჩვევა იმას, რომ შეიძლება რაღაცა მისთვის გაუგებარ წესებს დაემორჩილოს, მისთვის მიუღებელი ან რაღაცა არაახსნადი რაღაც იმაში როლი ითამაშოს და მე მშობელიც იღებს იმას, ანუ მშობელს როგორც წესი კი აქვს რაღაც წარმოდგენა ამ შვილზე, მაგრამ თავის თავს ხედავენ ხოლმე და აი ამ რეფლექსიაში უნდათ რომ მე ბავშვი დაემსგავსოს, ანუ ის როგორც ხედავს მშობელი შვილს, აუცილებლად უნდა რომ ისეთი შეაქებს მაშინ, როცა იმ თავის წარმოდგენილ იდეალს მიუახლოვდება და ასე შემდეგ და არავინ არ უსმენს ხოლმე ბავშვებს. არა და ბავშვობაში მახსოვს რა, ეხლა აი არაადეკვატური აი მასაკშიც კი რაღაც. ვითომ რომ გეთამაშებიან რაღაც მამაჩემის რაღაც ნასვამი მეგობრები რაღაც აი მართლა პატარა ბავშვით რომ მაშინებდნენ კიდევაც რა, ანუ რატო არ უნდა მოვექცეთ, აი როგორც კი გასაგებია ასაკის სხვაობას რა თქმა უნდა არ უარყოფ, მაგრამ სხვადასხვანაირი სოფხედველობა თქვათ ნელ-ნელა მოდის ხო რაღაც ასაკთან ერთად, მაგრამ ის რომ სრულფასოვან ადამიანად არ ჩათვალო და რაღაც ის მერე უნდათ თუ კონტროლს ვეღარ უშვებენ, მოკლედ რაღაც შაბლონურ რაღაცებს ვიძახ, მაგრამ ნუ ფაქტია ეს, რომ მერე აი ამ კონტროლიდან ვერ გამოდიან ხოლმე და მერე დაჯერებას ითხოვენ. მერე მორჩილებას და იღებენ ავტომატურად მორჩილ ბავშვს და რა ვიცი ზრდილობიან, საერთოდ ზრდილობა რო ახსენეს, ზრდილობას ეძახიან იმას, რომ მორჩილი ბავშვი მიიღონ და მე ეს მორჩილება რომ მე აღარ მოწონთ. მე აღარ არის არა და ჯანს აღარ ამაყ დედის მორჩილია, კარგია, მაგრამ ცოლის მორჩილი. ხო, მე აღარ მოწონთ ხოლმე და მე მიდის ეს უამრავი ის. მარტო საბჭოთაც არ არის, საბჭოთამ უბრალოდ ძალიან გაგვიღუნა ეს, მაგრამ მე არ ვარ მომხრე ხოლმე ყველაფერს საბჭოთა იმას რო ვაბრალებთ ხოლმე. საბჭოთამდეც ცუდად მოვედით, მანამდე 200 წელი ვიყავით იგივე რუსეთის თქვათ დაპყრობილი ხო? არა, რუსეთის მეფის და მაშინაც უამრავი რამე დაგვიშავდა. ის საბჭოთამაც ძალიან ბევრი აიღო იმ დამპალი იმპერიისგან, რაც იყო და თვითონ უარესი ჩაიდინა, მაგრამ რუსეთის იმპერიამდე შვილებს არ ცემდნენ ქართველები. არ ვიცი. ცემდნენ მე ცემა იყო აგრესია დღეს რომ ტკივნეულად აღვიქვამთ ამ ცემას ეგრე არ იყო. ეხლა წეგანი ბაკურიანი ვახსენე რომ სასრიალოდ ბავშვები რო დაყავდათ, ისა იქ გაბრაზებული მშობლების აი ხარისხს რო უყურებდი, იქ მართლა ხალხი რო არ ყოფილიყო დასანახად, ხო, ვერ ვიტყვი რომ მართლა არ გალახავდნენ იმ ბავშვებს რა. ანუ საკუთარ შვილებზე ქონდათ აგრესია? ხო, საკუთარ შვილებზე. ანუ რატო ვერ სრიალებდნენ? ხო, ბავშვი წუწუნებს ახლა იქ ეტკინა ფეხი, იქ აღარ უნდა ეს მშობელს თავისი ტრიფი აქ იქამდე მოვიდა, აქამდე იწვალა რაღაცა თვლის რომ ის ბავშვი უმადურად
მშობლად იქცევა რაღაცა და იქ ყვირის მერე ის ძოლს ეჭხუბება შენი შვილი, ანუ სრული ეს რაღაც საშინელი ვითო ძველ ოჯახური ეს რაღაც ისეთი დრამები კატასტროფა რა და ამ დროს ბავშვები არიან რა მეტირება ხოლმე რომ ხედავ ამბობს რომ ხედავ რამ ხელა რამე უზიანდება რა ანუ ამას დამატებული მე სკოლაში რას უშვებიან მას და რაღაც რო დააკვირდეთ ბავშვებს აი ნუ ყველაზე კარგად იცი ეს გააქჩეხება უამრავ მოსწავლესთან და აი 6 წლამდე სკოლაში სანამ მივლენ აბსოლუტურად სხვა ბავშვები არიან და მე 1-2 წელიწადში უბრალოდ იღებ რა შუქი უქრებათ ხოლმე თვალებში დილით გაღვიძება აღარ უხარიათ ბავშვს მეტი რა უნდა დაუშავოთ აი გაღვიძება რო არ გაუხარდება ბავშვს ახლა რა და სკოლაში წავს ხო თვალის გახელა რა ანუ თვალის შაბათ კვირას აი რა გეყოლებათ ირგვლივ ბავშვები შაბათ კვირას იღვიძებენ თავისით ადრე ჩემი მოსწავლეები იმიტომაც იღვიძებენ რომ აქ მოვიდე ხო ამიტოა აი მშობლებს ისე უხარიათ რომ შაბათ კვირას იღვიძებენ რომ სკოლა არ დამაგვიანდესო ლალისთანო იწახიანო და ამიტოა მნიშვნელოვანი აი ესეთი კერები აი ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ მაგითო ხო მიზანი იყო ის რომ ბავშვი იყოს ბედნიერი ეს მინდა რა ყველა ანუ როცა ვაფასებ ხო თქვა რა შედეგზე უნდა გავიდეს ყველა გაკვეთილი რაღაცა უნარებზე გადის და რაღაცას უვითარებს ბავშვს მაგრამ ყველაფრის აი მთავარი აი ესეთ თქვა გვირგვინი მისი ჩემთვის არის რომ ბედნიერად იგრძნოს თავი ოღონდ ეს ბედნიერება მინდა შემეცნებიდან მიღებული ბედნიერები გააზრებული რაღაცა უბრალოდ ხალისი რო არ იყოს ბედნიერება რო კონდეს გააზრებული ინტელექტუალური რაღაცა ყველაზე დიდი სიამოვნების ფორმა რაც არის სოკრატე რასაც აკეთებდა დავის დროზე მაგრამ სოკრატესგან განსხვავებით ცინიზმი არ აქვს არ დავცინით ხოლმე უვიცებს პირიქით მოდი ჩვენთან არა კარგ საქმეს აკეთებს კარგია და ხო ვაწვალებთ ხოლმე ხშირად თავსაც ვიწვალებთ და ერთმანეთსაც და განსაკუთრებით მათზე ვინც უმწევები არიან და ეს უმწევები არიან ხოლმე როგორც წესი ბავშვები იმიტომ რომ თავის თავს ვერ იცავენ წესიერად სანამ პატარები ისე გულწრფელობა ძალიან კარგად მუშაობს აი დღეს მქონდა ასეთი გაკვეთილი რომ ბავშვებთან ერთად ვისაუბრე რომ როგორ უმკლავდებით მეთქი ამ ტელეფონის გავლენას თქო ვეუბნები რომ ერთხელ შევედი რომ გადასახადები უნდა გადამეხადა და ღამე იყო რა გვიანი და შევედი რომ კომუნალურები გადამეხადა ტელეფონში და რო შევხედე საათ 3 საათი იყო და აღარ მახსოვდა რატო ავიღე ტელეფონი ხელში და მეთქი მე ასე მემართება და თქვენ როგორ აუდიხართ ამ გაჭირვებას აი მე ისეთები ამოყარეს რომ დაინახეს რომ გულწრფელობის რაღაცა ისა და თქვენს და ისა და მე გაიაზრეს რომ უი მართლა რა ახლა რა მთელი ცხოვრება რო ასე ტელეფონთან გავატაროთ გამოდის რომ ცხოვრება გაგვექცევათ რა ისეთ სერიოზული დროის მენეჯმენტი დაალაგეს რომ მე თვითონ ვიყავი გაოცებული ერთი გულწრფელი მაგალითი რომ მოვტან მიხვდნენ რომ ის კი არა რომ იმიდან მწვერვალიდან კი არ ველაპარაკები რომ აგერ მაგარი ტიპი ვარ და მომბაცეთ ეს ისუსტეებიც რომ დაინახეს მიხვდნენ რომ აი მეც ბრძოლები მაგ ჩემს ისუსტებთან რაღაცა საკუთარ თავთან თავის აღზრდის ეს მოთხოვნილება თუ არ ჩაუდე ძალიან ეს გულწრფელობა ძალიან მნიშვნელოვანია და მაგასაც ვაკლებთ ხოლმე რა სახში ანუ ზოგადად მშობლები ავტორიტარიზმის ხალხი გულწრფელად ესე იგი ეს ავტორიტეტი და ავტორიტარიზმი ისეთი რთული გასამიჯნია ეს აი აქ ვამბობ რომ აი გასაბჭოთა გავლენები რომ აი ეს უფრო ავტორიტარული არის დამოკიდებულება ვიდრე ის რომ ავტორიტეტი გახდეს შვილისთვის ხო ავტორიტეტი ის არის რომ აი რაღაცა ნებელობით აკეთებ უნდა რა უნდა რომ შენ დაგემსგავსოს ხო რაღაცაში და ავტორიტარია გემორჩილება ხო მაგრამ აი ეს ამასაც ჭირდება რაღაცა ერთგვარი კულტურა ოჯახებში აღზრდის კულტურა ჭირდება და იქ ჩვენ ანდაზა გქონდა შვილი გაზარდე მტრულად და მოგიდგებათ რომ ამას ბევრი აფრიალებდა ძალიან და ეგონათ რომ შვილის მიმართ გამოჩენილი სისუსტეების ხო თუ რაღაცა რბილად მოექცეოდა ეს იგი შვილს აფუჭებდა ატუტუცებდა რაღაცა ამ რაღაცებში გადადიოდა ანუ ძალიან სერიოზული ისა გვაქვს რა ამ შემთხვევაში ემაში ვართ ძალიან სერიოზულად ვართ გაჭედილები რა რომ აი რა პოლიტიკა უნდა გქონდეს შვილებთან და ამ ბოლო დროს ძალიან მომწონს რომ მამები არიან ძალიან ჩართული შვილების აღზრდის პროცესში მე თვითონაც ვქნობ რა ბავშვი ადრე თუ დედებს მოყავდა და დედები აკითხავდნენ და რაღაცა ეხლა რა ვიცი თანაბრად არის რა დედაც აკითხავს და მამაც და მამები რაღაცა ძალიან განსაკუთრებულად სიამოვნებით რომ მოდიან ეს მომწონს აი ეს ახალგაზრდა თაობაში მამები უკვე გააქტიურდნენ ძალიან
და ერთვებიან კიდევაც იმაში და რაღაცა სტრატეგიებზე ფიქრობენ ხო რომ როგორ ჯობია და აი ახერხებენ რომ შვილი დაიყენონ საკუთარ დონეზე რა ანუ ერთ ლეველზე უყურებენ შვილებს დედები მაინც უფრო ზრუნვისაა განწყობაში და მამები უფრო მეგობრობენ უფრო მამები უფრო მეგობრობენ კი და დედები უფრო ეუფროსებიან ეს არანაირი კვლევა არ ჩამიტარებია არის თეორიები რომ მეგობრობა არ შეიძლება შვილებთან რავი ბევრი ნიჭიერი ადამიანისგან დამიკითხავს რომ რაღაცა მეგობრობა შვილებს და მშობლებს შორის იდეაში მოგონილია და არც უნდა იყოს მაგრამ არ ვიცი მე ჩემი გამოცდილება იგივე არის მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ზუსტად იგივეა უშუალო უნდა იყოს მაგრამ რა რთულია ხო აი უშუალო უნდა იყოს მაგრამ არ უნდა გადავიდეს ფამილიარულში როგორი რთული გასა არც ეს რომ წარბაწეული იყურო ბავშვს და არც ის რომ თავზე დაგაჯდეს და აღარაფრად არ ჩავთვალო მე მგონი მათ გამოსავალი არის ხო გულწრფელობა არის მქავარი გულწრფელი უნდა ვიყოთ ჩვენ ჯერ საკუთარ თავთან გვაქვს ხო ძირითადი პრობლემები და ეს გადაგვაქვს მე შვილებზე თორე აი ეს გულწრფელი მართლა რო ვიყოთ რასაც უამრავი აკლებს უბრალოდ ხალხი რა ამ გულწრფელობას რა რაღაცა მოგონილ და გამოგონილ როლში და ფუნქციაში ვართ შესაბამისად გვაღიზიანებს ყველაფერი როცა კი ისე არ არის როგორც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ჩვენი თავი ან გარემო და ეს გაღიზიანება უამრავი ფაქტორი მოქმედებს რა და საკუთარ თავთან არ ვართ ხოლმე მართლები საკუთარ აი პრანჭვაშია მოკლედ ყველა რაღაცნაირად აი ამ გურიაში პაკაზუხობას ეძახიან ხოლმე აი ამ პრანჭვაში და აი ამ ერთმანეთთან და შესაბამისად ვისთანაც გაგვდის ეს პრანჭვა გადაგვდის შემდეგ აგრესიაში და როგორც წესი არიან ხოლმე ყველაზე დაუცველები და მოწყვლადი შვილები ამ დროს და შვილებზე გადაგვაქვს და თან მგონია რომ რაღაცა არ გვაქვს გააზრებული რომ ხო აი ეს 21 საუკუნე აღარ პატიობს აი არაფერი დამალული აღარ არის უკვე რა ვიკითხება ჩანს და რაც უნდა ეგონოს ადამიანს რომ რაღაც აი ამ როლში ძალიან იმას თავს ახვევს თავის სტატუსს და იმას ნუ სასაცილოა ხოლმე რა და ეს მშობლებიც სასაცილოები არიან ისედაც ახლა ერთ ჭერქვეშ რო ცხოვრობ ადამიანთან ისედაც რაღაცა ის არის ხო რა აი არაფერი რო არ გითხრას ამას ხო კანით იწო კულტურის და ურთიერთობის ინფორმებს ეს კიდე არ გავენასახებს ხო პატივისცემა იკარგება ამ დროს რა პატივი უნდა სცე როცა ხედავ რომ ამას რაღაც იტყუება სახში სხვას ამბობს გარეთ სხვას ამბობს რაღაც სამსახურზე ყვება რაღაც სისულელებს აბსურდშია იქ ნამდვილი არსად არ არის და მე ბავშვებს თხოვთ მე რაღაც ესეთ აგრესიას და ისინი ყველაზე ნამდვილები არიან სანამ არ მათაც არ ვასწავლით აი ამ რაღაცა შენიღბვას და აი ამ რაღაც ტაკი მასხარობას რომელშიც უფროსები არიან ჩართული და ხო ცოტა მეტი სითამამე ჭირდება ალბათ მამასაც და დედასაც და მეტი გახსნილობა და დაცინვისთვისაც მზად უნდა იყოს იმისთვისაც მზად უნდა იყოს რომ შვილი ბევრ რამე შეაჯობებს მეორე მომენტიც არის ხოლმე რა პირიქითაც არის რომ აი ზედმეტად რომ პირიქით აქეთ ბავშვები ზრდიან ხოლმე მე მშობლებს და აი როგორც აი ბავშვებზე აყოლილი მშობლებიც ბევრია ხოლმე ეგეც ცოტა სასაცილო სანახავია ხოლმე მაგრამ მე მაგალითად ბევრი რამე მაქვს ჩემი შვილებისგან ნასწავლი აი ძალიან ბევრი რამე რაღაც პირველი აი ფილტრი მაგალითად ყოველთვის მოხსნილი მქონდა იმის რომ თქვა რაღაცა როცა სასაცილო ვიყავით დაეცინა ჩემთვის და როცა შენიშვნა მქონდა ვიღებდი ამ შენიშვნას ხშირად არის ხოლმე სუბიექტური და შეპასუხება მიწევს ხოლმე რომ ესე არ არის და თავის დაცვაც მიწევს ხოლმე მაგრამ უამრავი რამ არის და უამრავი რამ დამანახეს ჩემ თავზე რაც თურმე მეგონა რომ რაღაცა სწორად ვაკეთებდი მეგონა რომ რაღაც მართალი ვიყავი რაღაცებში და თურმე ეგრე არ არის რა და ანუ ეს ხო ურთიერთპატივისცემა სიწევს შემდეგ აი ეს რომ რაღაცა ნამდვილობას მაგრამ ეს შვილები გზრდიან ამაში ცოტა სხვა რამეს გულისხმობ ის კი არა რომ რაღაცა თქვა რა ვიცი თინეიჯერი ვიც ჩავიცვათ ან რაღაცა ესა კი არ მიგულისხმე ნახე უფრო რას ვიცახე მე თუ მინდა რომ ჩემ შვილში რაღაცა უნარები განვავითარო რაღაცა მოთხოვნა თუ მაქვს ჩემ შვილისგან და თუ რაღაცას მოვითხოვ მე თვითონ ვაკეთებ იმაზე პირველ რიგში მე თვითონ ვარ მაგალითი ამ გაგებით ვიძახი გზრდიან ყველა ვარიანტში გზრდიან იმიტომ რომ მორალური უფლება არ აქვს შენ მოითხოვო ის რასაც
შენ თვითონ არ აკეთებ, ხო? შენი შვილი განახა მშობლები რო იძახენ, ჩემი შვილი არ კითხულობს და წიგნები უნდა წაიკითხოს და იცი მოთხარი რომელი წიგნი წაიკითხეთ ბოლოს მეთქი და უკვე პაუზა. როგორ შეიძლება მოთხოვო, როცა შენ თვითონ არ აქვს ოჯახში დამკვიდრებული წიგნის კითხვის კულტურა, ხო? ორი ვარიანტია, ან კულტურა უნდა აჩვენო, ან აუკრძალო უნდა. მე მახსოვს ჩემი თაობის დედები უკრძალავდნენ შვილებს კითხვას. დედა ჩემი მე მიგრძალავდა თვალი უთხრეს, რომ ძალიან ბევრს კითხულობს და თვალები გაუფუჭდებოდა და ჩუბად კითხულობდი, ვიპარავდი წიგნებს. და კიდე წინა თაობებში საერთოდ ის იყო კითხვა, როგორც აი ხე ჩვენ ტელეფონს მოვშვებით ხოლმე, რაღაც ვაკრიტიკებთ ხოლმე, ამიტომ ვარ ცოტა ფრთხილად რა, იგივე გასაგებია რომ ის შეიძლება არასწორი გამოყენება და რაღაცა და პირდაპირ გონებრივ ჩამორჩენას იწევს ზედმეტი დაქვემდებარება მონიტორინგი. გონებრივი ჩამორჩენა, ხო, არ ვიცი ახლა ეგეთი კვლევები ზუსტად არ მაქვს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით უბრალოდ მომხმარებლურ ბუნების ჩამოყალიბებას იწევს, ანუ უფრო სასურველია ხოლმე და აი უფრო ვახალისებ, არა მხოლოდ ჩემ შვილებში, არამედ ვისთანაც შეხება მაქვს, რომ აი თვითონ აი წარმოებელი ინიციატივით გამოვიდეს და უბრალოდ კი არა ათვალიეროს და სკროლოს რაღაცები, არამედ რაღაც ინიციატივები შექმნათ. ეს ახალი სოციალური ქსელები, ტელეფონს როცა ვამბობ, ძირითადად სოციალურ ქსელებში არიან, ხო, რაღაცა და თქვა. ან თამაში. იქაც არის სხვადასხვა ხარისხები რა. სხვადასხვა ქსელი თქვა შეიძლება რაღაც ზოგი უფრო იმად მიგვაჩნდეს უხარისხოთ და უხარისხო კონტენტით შეგნით და ზოგი შედარებით რაღაც ინფორმატიულია, მაგრამ ძირითადად აი ამას იყენებენ ხოლმე აი ამ რაღაცების სანახავად და ხო უამრავ რამეს იგებენ იქიდანაც და სწორად ჩამოყალიბებული კულტურა უნდა იქ აგრძალვით და იმით ბუნებრივია იქ არაფერი იქაც შეიძლება მოკლედ იმ ტელეფონშიც უამრავი რამის გაგება ახალის და რაღაც მიღება მესმის ასევე თუ რატო აი კითხვის პრობლემა რასაც აი უამრავი მშობელი და აი ყველა ახსენებს ხოლმე ეს კითხვის პრობლემაც იმიტომ რომ რაღაცა იმ მოკლე პერიოდში მაგალითად 2 წუთი უნდა დაჭირდეს რაღაცის წაკითხვას ხო რა ინფორმაციასაც იღებს და შესაბამისად რა რაღაც ემოციური დატვირთვაც აი ამ მიღებული ინფორმაციიდან 2 წუთში აქვს უბრალოდ რა ვიცი ტელეფონში და სოციალურ ქსელებში ამას მიიღებს 5 წამში და ამაზე მეც რაღაც კადრებით მიიღებს, ვიზუალით მიიღებს, ამას სხვას შეხედავს, გაიგეთ და ამიტომ ნუ ძნელია ახლა დაძალება, რომ გინდა თუ არა, თქვათ ეს წაიკითხოს ხოლმე. ამიტომ საკმაოდ გაგებით ვეკიდები, რაღაც სხვა არის უფრო გამოსავალი. არ მგონია, რომ ისეთი კულტურა დაბრუნდეს კითხვის, როგორც თქვათ იგივე ჩვენ პერიოდში იყო ხოლმე რა. იმდენი მე მახსოვს ბოდიში ხო. საერთოდ არ უნდა წამეკითხა იდეაში და მე ვუყურებ, რომ ის რო იყო რაღაცა საბჭოთა სოციალიზმის რომანები, ესენიც მაქვს წაკითხული თავის დროზე და რაღა ეგ ფულარია და რაღაცეები ხო პარმენლორია დასკიდან დასკავდა და რაღაც ეგეთები ახლა სათავრებიც ახსოვს და ეხა მაგის წაკითხვა და მექსიკური სერიალის ყურება ერთი და იგივეა ხო არაფრის მომცემი ხო და წიგნი რომ მეჭირა ხელში ბელეტრისტიკა ასევე რომელიც აი მართლა სერიალები ხო და მე ახლა რო ვუყურებ ამ თაობას როგორი გემოვნებიანი მკითხველები არიან თუ კითხულობენ აი ვადევნებ თავს არ ვერები ხოლმე რა რაღაცა თუ კითხულობენ ისეთ რაღაცას კითხულობენ რომ აქვს ხატრული ღირებულებაც აქვს იდეოლოგიური ღირებულებაც აქვს და მსოფლმხედველობრივიც ხო და ეს არ ნიშნავს აქ თავარი ის არ არის რომ კითხულობ თავარია რას კითხულობ ხო და თუ კი იგივე ინფორმაციას იმიდან სხვა წყაროებიდან იღებენ YouTube-დან იღებენ მოსმენით იღებენ ანუ ინფორმირებულობა ერთი არის ინფორმაციას ისედაც იღებენ და მხატვრული ლიტერატურის კითხვა რა ვიცი უნდა ვასწავლოთ და ემოციური დატვირთვა მაქვს ახლა აი როგორ უსაყვედრო ხოლმე ბავშვებს რომ ტელეფონში თამაშობენ მაშინ როცა აი ნუპაგაძი რო ერქვა იმ თამაში რო გამოვიდა ეს კვერცხებს რო იჭერდა თუ გახსოვს ელექტრონიკამ ხო, აი ეგ ბავშვობაში რომ გამოვიდა, მახსოვს იყო, არ ვიცი, აი ხო, რა კარგი იყო რომ აჭერდი და რგოლი რო ეცნებოდა და ელემენტარული რაღაც აი მელნის ეკრანით, აი უმარტივესი რამე იყო სასაცილოა დღევანდელი დღით რაღაც ამას გაჯეტი რო დაარქვა, ხო, მაგრამ იქიდანაც კი აი ერთმანეთს ველოდებოდით, ღამეებს ვათენებდით ხოლმე რომ მიგვეცა და მე ხა ჩემჯერია და იმ აი უმარტივეს რაღაც თამაში რო ამდენ დროს ვხარჯავდით. ახლა წარმოვიდგინე დღეს რა ხდება მართლა რა
ვიზუალზე და რა ინფორმაციულ დატვირთვა. ხო, ისეთი მკაცრი ვერ ვარ ხოლმე განსჯაში და იმაში რა ქვია შეფასებაში, თორე ხო, ნუ რაღაცა ეხა იდეალურად მეც წარმომიდგენია რომ ბავშვი იჯდეს და თან ისა ძალიან ბევრი რესურსი მაქვს ზოგადად რა რაღაც მატერიალური აქტივობების თემისთვის და რა თამაშებიც არსებობს ეს ელექტრონული Roblox-ის ის თამაშები ყველაფრის მატერიალური ვერსია მაქვს. ნუ ყველაფრის შეიძლება ბოლომდე არა, მაგრამ რაღაცა პროტოტიპები მაქვს რა იმ თამაშების და ვეუბნები რომ აი ნებისმიერი თამაში მითხარით და მე დაგიდებთ აქ თქო. და აქ გააკეთეთ მეთქი იგივე თამაში იყო ნატურალის დროში მეთქი გაუცებულები იყვნენ მართლა რომ დაულაგე ყველაფერი რაც იყო მაინც ის ურჩევნიათ ხო ანუ ბრძოლას აზრი არ აქვს რაღაცა სხვა რამე არის საჭირო მით უმეტეს რომ ეხლა ვართ საწყის ეტაპზე ეხლა ჩათვალეთ რომ ელექტროფიკაცია თუ რაც ქვია მოკლედ აი ამ ტექნოლოგიური ბუმი იწყება ეხლა ამ AI-ის დაკოკვასთან მე ყველაზე მეტად ის მომწონს რომ ის იქნება დამლაგებელი რობოტები იარსებებს მისი მოდები არა ნუ ისე ყავა რომ მოგიმზადეს ეგეთი ყავა და ტერი რო აი მალე იქნება ალბათ მალე იქნება მე იმედი მაქვს რომ მოვესწრებით ძალიან მალე იქნება და ხო ერთი თავარი გამოწვევა რაც რჩება ჩემი დაკვირვებით ბავშვებთან აი ნუ ინფორმაციულს და რაღაც განვითარების კუთხით კიდევ მოევლება გაცილებით მეც მიიღებენ თან კიდევ ერთი ბოდიში მშობლებს რო გონია ხოლმე რომ იქ ადრე ბევრი რამე ვიცოდით და აი შედარებითია ეს რა აი საბჭოთა პერიოდში აი რომ გავიხსენოთ ფერი არ ქონდა წესიერი ანუ აი ფერი აი კოკა-კოლა რო შემოვიდა მახსოვს იმის წითელი რო კაშკაშა იყო ეგეთი წითელი არ არსებობდა ანუ ფერებიც კი წიგნი იქნებოდა თუ მანქანის ფერი იქნებოდა აი გახუნებული იყო ეხლა კიდე არ გვახსოვს კარგად როგორი რვეულები ქონდა როგორ არ მახსოვს რა ფერი არ იყო ლურჯი არ იყო არაფერი არ იყო ეს ელემენტარული დაკვირვება და იგივე ხდებოდა ინფორმაციაზეც და ცოდნაზეც ხო აი წარმოიდგინეთ ეხლა კიდე ბავშვობა და რაღაცა ის კიდე რაღაც თითქოს ლამაზად ახსოვს ხალხს თორე კატასტროფა იყო როგორ შეიძლება მაშინდელი ბავშვების და დღევანდელი თაობის შედარება ანუ წინ არიან გაცილებით ანუ შედარებაც არ არის მაგრამ თავარი გამოწვევა მაინც რაც რჩება არის და რაც ის გვაქვს გადასალახი არის ეს სოციალური კუთხით აი ბავშვები ამას მიხედავენ თვითონ ისწავლიან ინფორმაციასაც მიიღებენ გაერთობიან აი რაც გამოწვევა აი ამ კომპიუტერ გაჯეთებთან ურთიერთობა არის რომ ადამიანებთან ურთიერთობა გაჭირდა აი ჩვენ უფრო ნამდვილობა იყო იმ კუთხით რომ ფიზიკურ ადამიანებთან ფიზიკურ ბავშვებთან რაღაც ერთი ქუჩაში ვიყავით ეზოში ვიყავით რაღაც სკოლა ანუ სხვანაირად დღეს უფრო და უფრო უჭირს ბავშვებს უფრო და უფრო ჩაკეტილები აი ეს ეკრანებთან ურთიერთობა ურჩევნიათ რაც ბუნებრივია და ეს არ არის მარტო ისე და ისე ქართული პრობლემა მით უმეტეს უცხოეთში სერიოზულად ეს ისა და აი აქ უნდა და აი ამიტომა კიდევ ერთხელ რომ შეგაქოთ აი სკოლის ის რა აი ამასაც რო ძლევთ რომ აი ერთმანეთთან ურთიერთობა აქვს და არა ის რომ მარტო რაღაცა გაიგონ და რაღაც ფილოსოფიაზე ისწავლონ არამედ ერთმანეთთან ურთიერთობა ქონდათ აი ეს იქნება კიდე მომავალში მთავარი გამოწვევა და ასე ვთქვათ აი აქ ჭირდება ჩვენ ბავშვების მიხმარება რომ ერთმანეთთან ჩაკეტილები არიან და ასოციალურები ხდებიან ბევრნი ანუ გაცილებით და ამის გამო უჭირთ ის ვერბალიზაცია აზრის ხო იცით როგორი პრობლემა არის აზრის ვერბალიზაცია მე ვფიქრობდი რომ აი როგორი ის იყო ნეტა ჩამეწერა მეთქი მე მახსოვს ბებიაჩემთან ან ბებიაჩემი ან მისი მეგობრები რომ სიზმარს ყვებოდნენ მე მახსოვს ძალიან ბევრი სიზმარი მახსოვს ისე არტისტულად ყვებოდნენ ამ სიზმრებს რა ხსა ის მუყულის კულტურა ბავშვები ვერ ყვებიან აზრების გენერირებას ვერ ახდენენ და დღეს მქონდა ესეთი აქტივობა მოვიგონე რომ აი აიღონ სიტყვა და ეს შეადგინონ ისეთი წინადადება, რომ ეს სიტყვა ჩასვან ცლადად და სხვა უნდა გამოიცნოს რა სიტყვა, რომელი სიტყვა დაშიფრა. ისე გაუჭირდათ ამისი თქმა. ჩვენ ვიძახით, რომ წერა უჭირთ, წერაც უჭირთ, მათყოლობაც უჭირთ. აზრის გენერირება, ახლა რა არის? ახლა მაგალითად პირობითად ვიძახი, აი მერხი. ხო, მერხი მოუწია და ბავშვი ვერ შეადგინა წინადადება. მე ვთხარი ასე რომ ვთქვათ ამას ვთქვათ X-თან ვზივართ მეცადინეობის დროს.
ხო შეიძლება რომ ვერ მიხვდა რომ ეს შეიძლებოდა რომ გაკეთებულიყო. ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს. ანუ ეს გაჯეტები ის კი არ არის რომ მარტო იმაშვება, უბრალოდ რაღაც ამ ურთიერთობებს კლავს. ეს ურთიერთობების მოკლა პირდაპირ ვერბალური უნარების მოკლა და ვერბალური უნარების მოკლა ნიშნავს იმას რომ ჰომო საპიენსობა ეგ არის მაგითი განსხვავდება ცხოველისგან რომ ენა გაქვს, ხო? და თუ ამისი მოქნილად გამოყენება არ შეგიძლია უკვე პრობლემა არის. ენაბე ცხოველს აქვს, მაგრამ ჩვენ განვითარებული კონცეპტები გვაქვს შექმნილი. თავარი მაგით განსხვავდებით ალბათ. რა იმას ვქნა. არა, ენას იმას გულისხმობ. ხა დელფინებს აქვს ჩვენზე უკეთესი ამბები და ჩენებს. უკეთესი ვერ ვიტყვი ალბათ ხო არ მან თვითგვემით ალბათ დაკავებული განსაკუთრებული სახეობა გვაქვს ადამიანების და ეს არის კი. დელფინები ბჯობია, უბრალოდ ხმელეთზე არ არიან და ბევრი რამე არ ჭირდება, თორე ჩვენზე უკეთესი ტექნოლოგიები კი, ძალიან განვითარებული დელფინები, რვაფეხები არიან, სასწაულები ისმის და ფეხში სხვადასხვა თავი გვაქვს. რაც უფრო მეცნიერება ვითარდება, უფრო და უფრო ვიგებთ. იგივე ვეშაპებს აქვს ძალიან ესეთი საომარი ცხოველებსაც აქვთ ის, მაგრამ და ძალიან მიყვარს ცხოველები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი ტყუილად არ არის განსხვავებული და განსაკუთრებული არსება. ანუ აქ ზედმეტი თვითგვემა არ გვინდა, ჩვენ ძალიან განსაკუთრებული ვართ და იმიტომ გვაქვს რაღაც განსაკუთრებული პრეტენზიებიც ბავშვებთან და ხო პრობლემა ეგ და ხო ალბათ უნდა არ ვიცი რა შეიძლება მანდ აი მაგაზე უნდა ვფიქრობდეთ და არა იმაზე ჯარიმები როგორ ვიხადოთ. მანდაც აიგრძალოს ჯარიმებზე გამახსენ და აიგრძალოს ხალხი მანდაც ძალიან ახლა უხარიათ მაგალითად რამდენიც დღეს ნიუსი იყო საფრანგეთში აიგრძალა სოციალური ქსელები ბავშვებისთვის და ესენ თქვათ ტაშის ყრა არის ეს აკრძალვა ძალიან უხარიათ. გეგონება ახლა გონიათ რომ ახლა არ არის აკრძალული ეხლაც აკრძალული. საბჭოთა გადმონაშთია ცალსახად. რა გაჭირება გვაქვს ნახე როცა ვამბობთ რომ აიგრძალოს გონია რომ აკრძალვა ნიშნავს იმას რომ აღარ იქნება. ხო აიგრძალოს ფემიციდი აიგრძალოს აკრძალული ფემიციდიც მოკლა აიგრძალოს ნარკოტიკები იარაღი აიგრძალოს გეგონება არ არის აკრძალული და ხშირ შემთხვევაში სწორედ აკრძალული როა იმიტომ ხდება ეს და პირიქით რო არ იყოს აკრძალული შეიძლება უფრო მეტად ეფექტურად ებრძოლო მაგრამ ხო ეს აიგრძალოთ ხო ალბათ საბჭოთა ეს არის ძალიან უყვარს ყველას მე არ ვიცი საზოგადოება ესე შეშლილი იყოს აიგრძალოზე, ანუ ყველაფერი აიგრძალოს, ანუ ტაშის ყრა იქნება ყველაფერი აკრძალოზე. ცალკეულ ბიზნესებს აკრძალავენ დაწყებული ბანკიდან დამთავრებული, რა ვიცი, კერძოს ავადმყოფამდე, რომ უთხრა ახლა აიგრძალოს. მაღაზიები ახლა რო აიგრძალოს და სახელმწიფომ რო დაიწყოს ისევე ხო არის რაღაცები რაც მეგონა რომ გადავლახეთ და მეგონა რომ გავძვერით. ერთი რომ ეს საგარეო პოლიტიკა შეა ისეთ სიტუაცია რომ სულაც არა ვართ ისე დალხენი რომ უი გავძვერით საბჭოთა რაღაც იმიდან ორბიტიდან მეგონა რომ უფრო გამძვრალო ვიყავით და არა და მენტალურადაც მეგონა რომ აი რაღაცები უკვე გადალახული ქონდა რაღაცებზე უკვე ქონდა ჩამოყალიბებული აზრი მაგრამ აი ეს კოლექტივისტური ეს კატასტროფა რაც საბჭოთა კავშირმა საბოლოოდ ჩაგვი რაღაცნაირად გააფუჭა რაც არ უნდა გამოსული ვიყოთ რაც არ უნდა მაგალითები გქონდეს რომ იქ ჯობია არა თურმე ძალიან მარტივად შეიძლება ამის შემოbrunება და აი მან გვაქვს წინ თავარი გამოწვევები ალბათ გარდა იმისა რომ Ayn Rands ცენტრის დამფუძნებელი ხარ, მე ვიცი რომ გაქვს ბიგლების ძალიან კარგი საშენი, ხო, საშენი და სამიშვილი ვახსენე და 19 არანაკლებ შვილი მყავს კი. და აი თუ დააკავშირებდი თუ გაგიჩნდა ასოციაციები ბიგლი დედამ, ანუ წაღლმა დედამ, ადამიან დედასთან. ბევრ რამეს გვასწავლიან და საკუთარ თავს გვანახებენ ხოლმე, იმიტომ რომ თუ დააკვირდებით ძაღლებს, იმდენად ხო მისტიურ რაღაცებს მიაწერენ ხოლმე და არაფერი მისტიკა არ არის, უბრალოდ რა ვიცი, ჩვენი body language-ით ხვდებიან, როგორ ხასიათზე ვართ, როგორ მოძრაობ და ისეთ რაღაცებს ხედავენ, რასაც ჩვენ თუ არ ვაკვირდებით ხოლმე ჩვენ თავზე და თუ ძაღლზე ამას მიაქცევ ყურადღებას, მე შენ თვითონ შენ თავსაც და საკუთარი ემოციების გაკითხები. ხო, გაძლევ აი ეს როგორ მიხვდა, ესე იგი ეს შემეტყო, ესე იგი მიხვდები უი რაზე შემეტყო, თურმე აქ რო შემოვედი სახში და გასაღები გაბრაზე
გააზრებულმა მივაგდე ის ჩანთა იქ დავდე სხვანაირ ვიდრე ხანდახან რომ მოდივარ კავკასიაზე ხვდება ამას და ეს ხო მართლა ის არა აქვს რაღაცა ჯადოსნობა ხო არ არის უბრალოდ სხვანაირად გაკვირდება მისთვის თქვა სიტყვებზე უფრო მნიშვნელოვანი მოძრაობა შესაბამისად და აი მოძრაობა საკუთარ თავსაც განახებს ხოლმე და ძალიან საინტერესოა ამ ხრივ. ეხლა ძაღლი ყოველთვის ყავდა ბავშვობიდან მოყოლებული მეც ჩემს მეუღლესაც სახში ხო ყავდა ძაღლები მაგრამ ესე თუ გადვირეოდით თქვათ არ მეგონა ძალიან საინტერესოა ერთის მხრივ მათზე დაკვირვება და რავი ბევრი პლუსი აქვს ხო ძაღლის ყოლას მაგრამ ერთ-ერთი თვის მთავარი რაღაცნაირად სახალისოა ხოლმე სულ ვაკვირდები აი განსხვავებას იგივე ადამიანებს და ძაღლებს აი რა გვაძლევს ჩვენ აი იმ განსაკუთრებულობას რაც მათ არ აქვს რა ბევრ ამაში შეიძლება ითქვას რომ ჯობიან იმდენად ალალები და იმდენად რაღაც გულწრფელები და ნამდვილები არიან სხვა არ შეუძლიათ სხვანაირად ყოფნა უბრალოდ და ხო აღზრდა გზრდიან გასწავლიან რა რაღაცებს შენ თავს განახებენ თუ მართლა და ამ დამუღამებული ყავს ცხოველი და ეს თავარი და შვილებს რო გოზრდიან რამე უნარებზე მუშაობს სახლი ლეკვის უნარების განვითარებაზე მოვიგონოთ უნდა რაღაცა ზედმეტად რო რაღაცები თქვა თორე როგორ არ მუშაობენ გზრდიან ნუ ძაღლი განსაკუთრებული შემთხვევაა იმიტომ რომ ძაღლი თვითონ როგორც სახეობა ჩვენზე არის მორგებული ჩვენ გამოვიგონეთ ხო ეხლა კი ამბობენ ჯიშს რო ამბობენ ეს ხელოვნურად გამოყვანილი ჯიშია ყველა ძაღლი გამოყვანილი ჯიშია ბუნებაში არ არსებობდა ხო ძაღლი რაღაც როცა ადამიანად შეიძლება ითქვას როცა ადამიანად ჩამოვყალიბდით მას მერე რაღაც რო გავამარტიო რაღაც ნაწილი მგლების რომელსაც ჩვენი არ ეშინო და რაღაც მოუშვით ახლოს ხო და რაღაც შემდეგ დავიწყეთ მათი სასარგებლოდ გამოყენება პირველი ცხოველია ანუ 10000 წლებით ადრევა გვაქვს ძაღლთან დავმეგობრდით დაახლოებით 40000 წლის წინ 35000 წლის წინ და ივე ცხენი თუ ძროხა თან ეს ის მეგობრობა რომ საჭმელად არ იყენებ ხო ნუ არიან კულტურის საზოგადოებები სადაც დღემდე იყენებენ ნუ დღეს კიდე ძალიან ნაკლებად მაგრამ ნუ იყო კულტურები რომელსაც საჭმელადაც კი იყენებდნენ ამას მაგრამ ხო განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს მაგრამ ვიყენებთ სამაგიეროდ ხო და ძაღლები იმის თქმა მინდოდა რომ ძაღლი უბრალოდ ჩვენ შევქმენით ესეთი სახეობა ამიტომ ის მაგალითად ლეკვებს ტოვებს დედა მაქსიმუმ 2 თვის ასაკში იმ დროს როცა ბუნებაში ლეკვები ვერ გადარჩებოდნენ ანუ ბორნომდე ჩვენზეა მინდობილი ანუ ისე რომ გენეტიკურადაც კი ანუ ფიზიკურად ანუ ისე დალაგდა რომ ადამიანის ზრუნვა მათ გენეტიკაში ჩადებულია კი ბოლომდე ის არის ამიტომ თქვა ცუდი სამაგალითო იქნება თვითონ როგორ უვლიან შვილებს მაგრამ ის რაც ინსტინქტურად ჩადებულია აი მაგალითად როგორც კი დაორსულდება დედა იმ წუთასვე ეცვლება ხასიათი აი იმ წუთასვე აი საშიშიც კი არის ხოლმე ზოგადად ესე იმდენად აი ბიოლოგია რამდენს ნიშნავს და აი ეს რო ხვდები რომ ჩვენზეც ადამიანზეც მიუხედავად იმისა რომ თავისუფალი ნება გვაქვს და ვაზროვნებთ და რაღაცები ჩამოყალიბებული გონია ჩვენი თავი ჩვენზეც ხო გავლენა აქვს ამ ბიოლოგიას ხო და აი ამ ძაღლებში ძალიან ისეთი მკაფიოდ ჩანს ხოლმე რა როგორც კი აი რაღაც უკვე ლეკვების მოლოდინშია აბსოლუტურად სხვა ხასიათი აი იცვლება შემდეგ როგორც კი იმშობიარებს აი მშობიარობის მომენტიდან უკვე აბსოლუტურად სხვა ცხოველი ხდება, ანუ სხვა ძაღლი ხდება. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, პირველი 2 კვირა 1 თვე უბრალოდ თავის თავზე საერთოდ აღარ ფიქრობს, გადატანილია, ასე ვთქვათ, მისი ყურადღება, ის ინსტინქტურად რაც იცის ლეკვის მეუღლა ის. მე ასწავლიან, რა თქმა უნდა, ყველაფერს როგორც სხვა ცხოველები, ესე ზრუნავენ რაღაც იმამდე. მაგრამ ძალიან მალე, როგორც თქვი, ანებებს თავს, ანუ სხვა ცხოველები, აი იგივე მგლები, წლები მიყვება და არც იცილებენ მერე და მგლებს თქვათ სხვა ის აქვს, ურთიერთობა და სხვანაირი მოწყობილი ოჯახები აქვს. ძალიან ძალიან ხო, იქ სხვა სოციომეტრია. ხო, და იქ მონოგამიურად ცხოვრობენ რაღაც სხვა და იერარქიულად სხვანაირად. ოჯახებად ბიძაშვილობა იციან. კი, და ძაღლმა არ იცის, ანუ, მამაზე ხოლმე ლაპარაკი ზედმეტია მამამ საერთოდ არ იცის, თავისი შვილი რო არის და დედაც აი 2 მაქსიმუმ 2 თვის მერე,
1-2 თქოთ შემთხვევა გვაქვს, რომ აი ცოტა ხანი კიდე მიყვა, თორე 2 თვის მერე ფაქტიურად არ აქვს მეტიც სხვა ძაღლები, ახლა ჩვენ ბევრი ყავს ხო ძაღლები და აი სხვა ძაღლებთან უფრო მეგობრობენ მერე ვიდრე დედასთან, იმიტომ რომ რაღაც ასაკის მერე კბილებზე ძუძუებზე კბილებით რო აწუხებენ, დედა პირიქით ეჩხუბება, იშორებს და დედასთან აღარ მეგობრობენ მერე ისე როგორც სხვასთან რა და ასე რომ ხო უბრალოდ ის არის თვითონაც რო ძალიან ტვირთია შვილის ყოლა, ძალიან ტვირთია. ესე ცივი გონებით რო შეხედო, არ ამგონია რომ რაციონალური იყოს ის არის. ჩემ აი უფროს შვილთან ვაკ ხოლმე უკაბათი რომ რაღაც ისე უყურებს რა ეს თვითონ ოჯახის ინსტიტუტს რომ რა თმინდა შვილი და არ არის რაციონალური და ახალ თაობაში ეს არ არის თქვათ უმცირესობაში ყოფი იდეა რა, ისე აღარ არიან აღტკინებული აი ამ თვლიან რომ ავტომატურად მოყვება ეს საზოგადოებას რომ შვილი უნდა შექმნა და გამრავლდეთ და ასე შემდეგ ანუ ცოტა რაციონალურად და ესეთ განვითარებული და გამდიდრებული საზოგადოებებსაც რო შევხედავთ იქაც ეს პრობლემა დგას როგორც კი ოდნავ შვილს არ უყურებ შენი სიბერით უზრუნველყოფას ანუ საპენსიო ფონდივით თუ არ უყურებ შვილს და გაჭირვება ძირითადად ამას შეება ხოლმე საზოგადოებაში მაშინ განვითარებულ საზოგადოებაში ეს შობადობაც კლებულობს ოჯახებიც კლებულობს და ეს რაღაცა ბუნებრივი კანონზომიერება აქვს და სულ დავავა ხოლმე და მაგალითად მეუნება ხოლმე შვილებს აი რომ აი ერთი თვის მერე დედა არის ყველაზე სუსტად რაც არ უნდა მოუარო კვებო რაღაც მაინც ეტყობა აი ეს გამოფიტვა რომელიც იწვევს აი ამ შვილების კვება და მათზე ზრუნვა ხო და აი შეხედე ახლა შეხედე აი როგორი ძაღლი იყო როგორი ჯართელი და აი ერთ თვეში აი როგორი ისა რა უკნა შვილებმა ხო და ამიტომ არ მინდა ცოცხლო მაგრამ ნუ გარკვეულწილად ხუმრობს, იმიტომ რომ შეუძლებელი არ დაინახო ის პლუსებიც, რაც ამ 8 წელს და შრომას და აი ამ უამრავ დაკარგულ დროს, დაკარგულს რა დახარჯულ დროს და უამრავ ნერვებს და აი ამ სრუნვას მოყვება რა. ანუ ბიოლოგიასთან ერთად სოციალური ურთიერთობა. ხო, კომპენსირდება, აკომპენსირებს რა რაღაცას ეს და რაღაც განვითარება არ არის მხოლოდ გამრავლება რა. ხო, მაგრამ ძაღლების ნუ ერთ-ერთი მთავარი ეს არის. გარდა იმისა, რომ თავისი სიკვდილით გვასწავლიან, აი რაღაც როცა დაიღუპებიან, აი გასაკუთრებით ბავშვებს და ასაკში აი ამიტომ ხოლმე ძაღლის ყოლა ძალიან ერთ-ერთი ის კარგი, რომ ზოგადად აი სიკვდილ სიცოცხლესაც აგუებენ რაღაც მაგალითად. არ არის აუცილებელი ისეთ სიგიჟე გჭირდეთ როგორც ჩვენ და ესე იგი ამდენი ძაღლი ყავდეთ, იმიტომ რომ სხვანაირი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ცხოველის ყოლისკენ ყველას რაღაც მოუწოდოთ და მე კიდევ მგონია, რომ ჩვენ საზოგადოებად მაშინ ვიქნებით შემდგარი, როცა მაწანწალა ძაღლი არ იქნება ქუჩებში, ახლა ჩვენთვის ეს წამწამწკუნველი არის. კატასტროფა. აქ ბათუმშიც ძაღლებიც სხვანაირები არიან, რო შეხედე. სუქნები, მოვლილები, თბილები, რაღაცას, მაგრამ ქუჩაში არიან ძაღლისთვის ძალიან ცუდია, რაც არ უნდა კაი პირობებში იყოს, რაც არ უნდა იყოს ძაღლი იმდენად მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ადამიანის ყოლა. რომ აი ადამიანზე მორგება, რომ ბუნებრივად შეუძლებელია, ამიტომ ძაღლებისთვის არ არის ეს თავშესაფრები, მით უმეტეს ქუჩა და ეს კი ძლებენ, მაგრამ ძლებენ ჯერ ერთი ძალიან ცოტა. ანუ ეს რასაც ჩვენ ქუჩაში ცხოვრობთ, ხედავთ, არიან გადარჩენილები, ანუ უამრავ ჭირვარამს გამოვლილი გადახო ამბობენ, აი ქუჩაში ძაღლები უფრო ჭკვიანები არიან, მაწანწალები არ არის ეს აზრს მოკლებული, უბრალოდ ეს ჭკვიანები არიან თავისი გამოცდილებით მიღებულით და ის ერთი ძაღლი, რომელიც ქუჩაში დღეს დადის ამის უკან დგას 100 ძაღლი, რომელიც ვერ მივიდა ამ ასაკამდე და ზრდასრულობამდე. ამიტომ თითქოს ძაღლები გვიყვარს საზოგადოებას, თითქოს რაღაც ცხოველები ძალიან მოგწონს, მაგრამ ხო არ გვაქვს ელემენტარული ცოდნა, არ გვაქვს ამდენი ძაღლი ქუჩაში არ უნდა ხვდებოდეს. ეხლა კანონიც მიიღეს და აი იგივე აიგზალოს თემა, აქაც გეგონება აკძალვით და რასაც მივიღებთ არის ის, რომ დახოცავენ უბრალოდ ამ ზედმეტ მათთვის ხელის შემშლელი რაც არის და შეიძლება მართლა რამოდენიმე წელში მალე ამდენი ძაღლი ქუჩაში ვერ დავინახოთ, მაგრამ ეს იმის შედეგი არ იქნება, რომ ადამიანებმა ქუჩაში გადაყრა დაიწყოს. უბრალოდ შეიძლება დახოცვა მომრავლდეს აი ამ ძაღლების რა. მგონია წავედით ხო ფინალისკენ. კი ბატონო, კი, და ჩვენი პოდკასტის ფინალური ნაწილი ეძღვნება ყავას.
ესე იგი ორი ძირითადი ის არის ლალისთან ყავაზე ნიშნავს რომ ლაპარაკობთ განათლებაზე და ყავაზე. აი მე ძალიან გამიხარდა რომ იმ კატეგორიას მიეკუთვნები ბათუმური ყავა რომ მოითხოვა და ძალიან მიხარია ეს განსაკუთრებული პატივისცემა ჩემს. სხვა ყავასაც პატივისცემ არ დაგიმალავ, სხვა სახეობებსაც მიყვარს ყავა ბევრნაირი, ანუ ძალიან ბევრი რძით თუ არ არის ყავები მიყვარს, მაგრამ ხო ეს კულტურა აქ სხვანაირად შეუძლებელია, აქ კარგია ბათუმური ყავა რა. ძალიან მიყვარს. ზოგადად ამ ყავაზე ერთ-ერთი რამეა, რაზეც დამოკიდებული ვარ და არ ნერვიულობ რომ დამოკიდებული ვარ მოგატყუა დილით. ამ დროს უკვე აღარ სვამ ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცა მე მიჭირს დაძინება, მაგრამ ხო დილით ვერ ვხიზნები. ხო ლალისთან რომ მოდიხარ ყავა უნდა. ხო რა თქმა უნდა, შეიძლება არც დაიძინო კიდევაც, მე არ არის პრობლემა და აი დილით ხო მართლა დამოკიდებული ვარ რაღაცაზე და ყოველთვის რაღაც დამოკიდებული ვარ როგორც კი გეპარება რაღაცაზე ხო ბევრი რამე არის მაგრამ იმ თასო იწყებ ადამიანი ნერვიულობას ხო არ მოგწონს წესით რომ დამოკიდებული რო ხარ ამაზე და შესაბამისად ეს ბრძოლები გაგდა აი ყავაზე არ წვალობ ერთადერთი რა შემიძლია ვაღიარო რომ დამოკიდებული ვარ და კარგია რა იმიტომ ვიღვიძებ რომ ყავა უნდა იმიტომ ყავა უნდა დავле მე ვერ ვიღვიძებ სანამ არ დავлеო ყავას რა დილით ხო ადრე ვსვამდი ხოლმე მთელი დღის მანძილზე ესეც ცივადაც რა ეს თურქულ ყავაზე არ მანებიურებ ბოდიში ბათუმურ ყავაზე არ მანებიურებდნენ ბევრს მაგრამ ნუ ხო ესეთი ამერიკანოს რასაც ეძახიან იმ ყავას ფაქტობრივად მთელი დღის მანძილზე სამსახურში ცვამდი ხოლმე და დღეს არა ხო დილით და ორი ესეთი კარგი დოზა მყოფნის ხოლმე რომ გამოვიდე და დღე დავიწყო რა პოდკასტში არა შემდეგში, მაგრამ ყავაზე აუცილებლად გეწევით რა. პოდკასტში შეიძლება, მაგრამ ხო, ბათუმში ჩამოვხოთ ხო. გვესტო. თან ესეთი ლამაზი ჭიქებით. ჩემი საყვარელი მხატვრის. ძალიან დიდი მადლობა, მაშინ დავემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარი იყო აინ რენდის ცენტრის დამფუძნებელი დავით როგავა და მგონია რომ ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ ძალიან მინდოდა რომ აი მამაკაცის მეუღლის მამის რაკურსიდან დანახული ქალის როლი და მნიშვნელობა რაღაცა ფორმით გაგვეშუქებინა და მე მგონი ნაწილობრივ მოვახერხეთ. ხო, იმედი მაქვს რომ ცოტათი მაინც თუ მოვახერხეთ. დიდი მადლობა.